ეს ჩვენ გადავიღებთ ძალიან საახალწლო ვიდეო. ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ დაუნდობელ ბრძოლას პირველობისთვის. მე ავიღე, რატომ იცოცა? მე ჩალიჩებოდი, მაგრამ დაღვრილ ცრემლებსა და დანთებულ ცეცხლს ბრძოლის ველზე. ვიღაცა მომპარა ვარსკვლავითო. სამი კონკურსანტი, რაბანა, მაგდა და მირიანი, ერთმანეთს ნაძვის ხის მორთვაში შეეჯიბრებიან. თუმცა სათამაშოების მოპოვება მათ ჰამაკის სტუდიაში მოუწევთ, საკუთარი დედუქციის ხარჯზე. ხოლო ვინ შეძლებს საუკეთესო საახალწლო განწყობის შექმნას, ამას ჩვენი ჟიური გადაწყვეტს. მაშასე, მოემზადეთ, თქვენს წინაშეა. ყველაზე ცუდი ამ ფაქტში ის არის, რომ მე ვამბობდი, რომ არა რაღაცეები ცვივა ზემოდან. წინაშეა ეს ვიდეო, რომელიც ჩართეთ. გონი არ უნდა აფეთქრე. დენის კაპელი. და აქვე დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომელიც ჰამაკის გენერალური სპონსორია. ნაძვის ხეები როგორ ავარჩევინოთ, რა გირჩევნიათ? ყველაზე საახალწლო თამაში ვათამაშოთ? მე პირადად ფეხებზე მკიდია როგორ არჩევ. ვინმეს კიდე ჩვენათვის? მოდი ვაჩქოთ გოგოს. არ უნდა და როგორც ვიცი. აი გინ დაშეჩემა შენი იყოს ბანძო შენი. არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის რომელი ნაძვის ხე შემხვდებოდა, იმიტომ რომ სამივე ერთი ხია. რაბან, ითამაშე. ჯეირანი. წაგე. გადავდივართ მეორე ეტაპზე, სადაც თქვენ გევალებათ, რომ მოძებნოთ საახალწლო სათამაშოები, რომელიც მიმოფანტულია ჩვენს სტუდიაში. რამდენი წუთი აქვთ? დაიწყო! 20? ზღვა? თავიდან კონკურსანტებმა ძალიან სწრაფი ტემპი დაიწყეს და მე არ მინდოდა მათ დამსგავსებოდი და მე ჩემი განსხვავებული ტაქტიკა ავირჩიე. ძალიან ისეთ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ძალიან ისეთი თავდაჯერებული ნაბიჯებით დავდიოდი და ვიცოდი ზუსტად რა ადგილებში უნდა მეძებნა, არ იფიქროთ ეს რომ ვიღაცა მითხრა, უბრალოდ ვიცოდი, რადგან მაგ ძალიან დიდი ყნოს ეს უნარი და შემიძლია ცხვირით მივაგდო ყველაფერს, რასაც მოვისურვებ ცხოვრებაში. კარჩი ფულსაც იმას ვსავრო, ვითომ იმას გაუსწორდება რა სანტა ბაბუს. ეს შემიძლია რომ დავითრიო? ძალიან მიხარია რომ ამ პროექტში მოვხდი, ძალიან მიყვარს ახალი წელი ზოგადად. დიდად ნაძვის ხის მორთვა მიყვარს რო მოვიტყუები, მაგრამ მიყვარს გართობა და ჩელენჯები, ამიტომ მე აქ ვარ და ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. აუ ისინი იქ რატო შევიდნენ? რატო დაძვრები ჩვენ ნივთებში? მე მოვდივარ შენთან სახლში და დავძვრები შენ ნივთებში? შაქარსაც ავიღე. რამდენი გაცა. შაქარი რა დგინდა? იარი მოგთქარი. დადე. გესმი? შაქარი რა დგინდა? დადე. კაცო შენ. ეს გამომიერთეთ რა. ვა, აი საინტერესო. რაბანამ შაქარი მოიტანა, მე მგონი ამასობაში. რაბანამ ხვარი დაკლა და იმის თავი მოიტანა. მე ვიცი აქ რა პროპორციით არის გადანაწილებული სათამაშოები რა და ზუსტად 4 სხვადასხვა სანათი გვაქვს, რო იცოდეთ, 2 უკვე ნაპოვნი არის რა, ანუ ლედ განათებებზე არის საუბარი. 1 მირო მიპოვა, 1 რაბანამ. მე ვთქვი და იმენაიო. მირიანმა რაღაც წვიმებიც იპოვა, იქვე წიხლი უთავაზა რაბანას. ესენი იხსნება? კაჩუჩები. ჩავიყაროთ. პირველ რიგში გამარჯობა და ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ, გავიცანი ეს კარგი ხალხი, რომელსაც იდეაში შორიდან ვიცნობდი, თუმცა ლაივში უფრო საყვარლები არიან. ყველაზე ვერ ვტყვი მაგალითად რაბანაზე. ოპა. ყველა ვიცით ვიც მოიგებს ამ თამაშს ხო? აი მაგდა წამოეწია ბიჭებს. რაღაცები მოუხიკე. ვერ მოვპარავ ნაძვის ხიდან? არ შეიძლება. რატო შეიძლება იქნებ გრინჩი? თავლის ბაბუ. ძალიან მჭირდება სათამაშო რა, ანუ ერთი წელია ნათლული არ მინახავს და მინდა რომ მიუტანო რაღაცით გავახარო არ მაქვს. ეს ჩემი სათამაშოა. ნო, სადმე გაქვს. ვა. კარგი, ერთი წამი. არა, ხელი გადაწიეთ, მაგაზე ხელი გადაწიეთ და კი. თანახმა ვარ, იმიტომ რატომ მე ავიღე, რატომ იცოცა? მე ჩალიჩებოდი, მაგრამ ჩემი სათამაშო იყო. ნებართვის garaში არ უნდა. ეხლა ხელს ვინც გადაუწევს იმისი იქნება ეს სათამაშო. არ მინდა რავი ნახ შეყარი კაცო. ძმაკაც ამის გამო ვიყო. აიღე გაიგეთი გაძრე. მინიშნება გინდა? იცე მინიშნება მეგობრებო? ჰა? ფანჯრები. ფანჯარა კიდე სად არის? რაღილ ჩამოგვიწყვიდა იმენა. გამაგზავნებელი მინდა Omara.
ამ დროს მირიანი უკვე კიბეს ძალიან კარგად იყენებს. მირიანი უკვე გამოცდილი ხელოსანი გახდა. მირიანს 2 სანათი აქვს, ალბათ ერთს დაატრეიდებს საბოლოო ჯამში. ძალიან ლუზერები არიან იმენ. 10 წუთი დაგჭათ, მეგობრებო. აი, ეს რა ჭირად მინდა? აი, სოკოა. მეგონი ზარია სტუდიაში და შეგვიძლია გადავერთოთ. ჩავრთოთ. გადაღება გვაქვს და გადაღებაზე გვირეკავ. დაჩი. ნახე თოვლის ბაბუა, შეხედე? დაჩი, როგორ ახარ? მაგეწონა თოვლის ბაბუა? ვა, ძალიან ცხელა. აუ, აქ რა ხდება? მეგონი თავის სათამაშოებით იყო მოსული. ამ ოთახში დაახლოებით 10 სათამაშო კიდეა. ვა, რა ხდება? რა ხდება? ამაზე არ ვიყავით შეთანხმებულები. მე მგონი წითელი ხაზები გადაკვეთეს. აუ, იმან ნახე. მირიანმა მე მგონი საბავშვო ბაღი გაძარცვა. ანუ ყველაფერი ვიპოვე, მეტი რაღაც მინდა, ანუ საერთოდ რამე მჭირდება, არაფერი არ მჭირდება, მე მგონი შემიძლია დავიძე და დავისვენო. რაღაც პერიოდი გავიდა და მომაფიქრდა თავში, რომ რადგან ძალიან ბევრი საჩუქარი ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, რომ რაღაცა განსაკუთრებული უნდა მომეფიქრებინა. რაღაცა ისეთი, რაც ჟიურის გულებში ჩავიდოდა და რაც რომ ჩემს ისტორიასთან ძალიან ახლოს იქნებოდა და მე გადავწყვიტე ჩემი ისტორია მომეყოლა ჟიურის წევრებისთვის. დავიწყე აკინძვა ამ ისტორიის, იქ არ გაჩერდე ვიპოვე, იქ განათება ვიპოვე, რომელსაც არ გაჩერდეს ფერში, ამოვანათებდი, იქ შაქარი ვიპოვე, რომელიც მოვიტანე, რომ მინდოდა რომ ეს ტკბილი განწყობა აუცილებლად მათთვის შთამაგონებელი ყოფილიყო, მივედი ბოლო შტრიხზე. ვიპოვე დაფა. მინდოდა დაწერა. არ გამოვიდა, დამეცა ზემოდან მაცივარი კი არა და მიშელეთ! რა ხდება? იქ არ ვიცი რა ხდება ეს. ამ ისტორიის ბოლო შტრიხი იქნებოდა რომ დავწერდი წერილს სანტა-კლაუსისთვის და ჩემთვის ყრაროთ ვიდექი იქ დამეცა ზემოდან მაგდა დამიწყო ტყაპუნი მე ძალიან მშვიდად შეუტრიალ და მაგდას ვეუბნებოდი რომ მაგდა დარწმუნებული ხარო ეს ყველაფერი ამათ გიღის რაღაცა დაფაზე წერს რა რა კაცი იყო რა მე ძალიან მიყვარს ნაძვის ხედა მით უმეტეს რატო წიდაო? არ ვაცდის ვიჟო დაფის გატანა მინდა მოიგებს რა დაწერო დაფის გატანა მინდა რა თქმა მე მიყვარს ახალწელს მოიჭველი უთნახევარი დარჩა. არ ვიცი, ChatGPT-ს რო კითხო. რამდენი დარჩა? წუთნახევარი დარჩა ხო? რა ვქნა რა თქმა დაფხაზ. მინდა რაღაცაში გაუცვალე, ხო ხედავ დროს კარგად. ერთი წვიმა ის ჩემი. ეს იმაში არ გავცვლით. რა არის ბიჭო? მაგდას ჩასისხლიანებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას მე გამერცკეფიცებით სახში მომივალ მართლა არ ვიცი რა გავაკეთო მე ჩემს ოჯახს რა უთხრა არ ვიცი რადგან აი ეს დასისხლიანებები და აი ეს ფჭხილები აი ესე ჩამომკაცრა და კაცი манипуляცია, კაცი მოძალადე, კაცი აფერისტობა, აი სრული ტყუილი ხალხო. ანუ მივხვდი რომ ძალიან არ დამარტყა, მაგრამ დამარტყა რა. არ შემიძლია. ოპ. რა თუნდათ ეგ? არ ვიცი. თუ გონიათ რომ რომელიმე ეს პლუსში ჩაეთვლება, ეს რო კონდეთ ან რო გატეხონ. მინდა? ეს შეიძლება ხა? არა, ეგ რად გინდა? რამონტია. არ ვიცი ეს რატო არის რად გინდათ ეს? ეს რა გინდა? საბოლოო ჯამში არ ვიცი. მე ჩემი მაყურებლის იმედი მაქვს რომ 0-30-ზე დარეკავთ და ხმას მე მომცემთ რომ ამ პროექტიდან არ გავარდე და რაც შეიძლება დიდხანს გავაგზელო ჩემი აბსურდული მოღვაწეობა ამ გადაცემის ისტორიაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კაცების უფლებათა დამცველი შემეხმიანება და ამ ყველაფერს სასამართლოში მივიტანთ და ეს სათანადო დაისაჯოს რომ აღარასდროს აღარც ერთმა ქალმა აღარ იზალოდოს მამაკაცზე. ეხა უყურე ერთ რაღაცას გეტყვი. ძალას ვერ გამოვიყენებ, ეხა ისე როგორც საჭიროა. გასაგები მე რა. რატო ვერ მე გამოიყენე? რა. არ ღვევა. მაშინ რატო ვერ გამოიყენე?
მეღადავები ეხა რატო მითხარ ახსენი რატო ვერ გამოიყენებ? ქალია და მაგით. ანუ ქალი უფრო სუსტია ვიდრე კაცი? აუცილებლად. მართალი ხარ? შენ მაგის გამო საჩუქრებს ვერ მიიღებ წელს. იმედია დამიფასდება ის არ გაწეული წინააღმდეგობა, რომელსაც არ წევდი მაგდასთან ჭიდაობისას. მიუცეთ დაფა. დაიღუნა. თოვლის ბაბუა მივცეთ. გაუშვით რა. მომეც მარკერი ამახია. მე რო ძალა გამომეყენები და კი იცით რაც მოხდებოდა მეგობრებო და არ მინდოდა მართლა ამ წლის ციხეში გატარება, ამიტომ ძალიან გთხოვთ კომენტარებში გასპამოთ რომ რაბან შენთან ვართ. მადლობა ძალიან დიდი. გავიდა 20 წუთის ფაგივრად 40 წუთი, იყო ჩხუბები, იყო სიცილი, იყო ტირილი, მაგრამ საბოლოოდ აი ესეთი შედეგები გვაქვს. კარგი, ეხლა რამდენი წუთი ექნებათ ბატონო ჟიურივა? 20 წუთს შავთავ და თუმცა 10 წუთში უნდა დაამთავრო. 10 წუთში მოყომარდით რა. მე რა მაღელვებს, იცი პატივცემულო კოლეგავ? აი გოგონას აქვს ძალიან ცოტა სათამაშო ამხელა ნაძვისხისთვის, ჩემი აზრით. კი, ყველაზე დიდი ნაძვისხე და ყველაზე ცოტა სათამაშო. კი, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. სამან თავი რა ხო შეიძლება. ანუ შეგიძლიათ აქეთ ამ ხარე მორთოთ მარტო, რაცაც ჩვენ ვხედავთ რა. შეგიძლიათ არა იდეაში ეგ უნდა ქნათოთ. მე საჩუქრები მოგიტანეთ. სტრაქში მანი შეძების პლუსებში წერს და რაღაცა ნახეთ რაბანამს საჩუქრები გაუკეთა ჟიურს. შეგიძლია ვარდისფერი წვიმა ლურჯში გამიცვალო? აიღე რაც გინდა. არ მომწონს. არ მინდა შენი წვიმები. ვერცხლისფერი გამიცვალე. ჩემთან უღამოდი ხარ მოლაპარაკებაზე შენ. შემეშო. ვერცხლისფერი წვიმა. მე მართლა დაწყენდი. ორი წვიმა გაქვს? არ ვიცი, მე ორი მაქვს მარტო და. კაი, გაჩუქებ. აქ წვედია? აჰა, გაჩუქებ. არ მინდა. შენი არაფერი არ მინდა. გაჩუქებ და შემერიგდი. არ მინდა. რამე ლამაზი არ გაქვს? ნახე, აი ესენი მაქვს გასაცვლელი რა. რა, ბა? შემიძლია რომ დავუთხო. ეს რა არის ლედგანება? მართლა ერთმანეთს შეგიძლიათ დაატრეინოთ. აუ, ამის გაკეთება ძალიან მეზარება. მაგდამ თქვა რომ ლედგანათების გაკეთება ძალიან მეზარება ვარ. ჯერ პირველი მიდგომა რომ რაღაც გაკეთება ნაძვისხეზე ეზარება. და რა თქმა უნდა ეს პლუსია. და მეორე რომ განათლების გარეშე იქნება მაგდას ნაძვისხე. არა, ამაში გაგიწვი ყოფის. კაი, განათება და არა, ვერცხლისფერები. შო უკვე ლურჯი და ვერცხლისფერი თქვი და ამაში გიწვი ყოფის. არ მოგცემ ღობეს. არ მოგცემ და კარგად იყავ. მე არავის არაფერს არ გიცვლით. არც მე არ მჭირდება არაფერი ვაფშე. ვის შეხვდა საბოლოო ჯამში სათამაშო რომელიც გასცეს აქედან მე. და შენ ღობეც გინდა და ეგეც გინდა? ხო. ღობე აღარ მინდა, ეს წრეზე კეთდება, ხო? აი, აჰა, ნახე, ჰა, ჩუქ. მადლობა. იმ გაჭირებულს ვიღაცა მიხედეთ. მინდა რომ მირიანს დაუფასოთ სიკეთე, იმიტომ რომ რაღაცაები მან ჩუქა, რაღაცა მაინც მოპარე, იმიტომ რომ გრინჩი ვარ. საუკეთესო განათლება რაც ქონდა, მოპოვებული მე მოპარე. მე ჩემი ხელგაშლილობით და გულკეთილობით ვცდილობ, რომ ერთადერთ მანდილოსანს დავეხმარო და რაღაცეები ვაჩუქო და რაღაც მომენტში შევამჩნიე უბრალოდ რომ მე რაღაცეები მომპარა, მაგრამ ამას ხაზი არ გაქვს. კომენტარებში დაგვიწერეთ რომელი სიმღერა ნა იცინისა ნა არიგატო. კომენტარებში წაგვიმღერეთ. 1 2 3 წავიდა. წავიდა. 20 წავიდარჩა, ბალე. დაბან 20 წამიდა. შეზღუდვა არის. 20 წამი დაგვჭა? 14 13 აუ, ამას აწყობილი ქონდა. 11 10 იტყვება კაცო. 8 აა, კაი. დასტოპ დადრო და გააგზელე. 20 წამი. ჩემ ახალგაზრდობაში 11 წამში ვაწყობდით ხოლმე ნაძვისხეებს. მე მგონი ხვდებით ხო? მინდა იჩაგრა ამ ჩელენჯში და აიქო, ჩემს ფსიქოლოგიურად იძალადეს, ქალი მომიქსიეს და მე ქალს ვერაფერს ვერ უკეთებდი. რა ჩემეს რომ მე წინააღმდეგობა გაუწიე, მაგრამ არასაკმარისად უწევდი, იმიტომ რომ ღმერთია მოწმე რომ მე არაფერი გამიკეთებია ცუდი და იმედია რომ წინ არ დამხვდება. ჩემი мотиваცია არ არის გამარჯვება. ვეცდები რომ ნორმალური ნაძვისხე მაინც გამომივიდეს, თუმცა აქ ვარ გასართობად მოსული და იმ კარგი ხალხის ახლოს გასაცნობად, ვისაც შორიდან ისედაც ძალიან დიდი ხანია ვუყურებ. ანუ ესე იგი ჩემი ნაძვისხე გადაწყდა ლურჯ ვერცხლისფერში რა, რომ გოიმობა არ გამოვიდეს. შაქარი რატო გიდევს? რა შეეხება ჩემს მოტივს, რატომ მოვედი საერთოდ ამ გადაცემაში? ალბათ იმიტომ რომ მიჭირდა. мотиваცია იყო იმ ყველაფრის, რომ რაც მე არ მქონია ცხოვრებაში, რომ არც ერთხელ საკუთარი ნაძვისხე, საკუთარი ხელებით არ ამიწყვია, მინდოდა რომ ეს ყველაფერი გამომეცადა ცხოვრებაში პირველად და მინდა რომ ამ გადაცემის და პროექტის თავარსული ჩამდგმელებს უღმესი მადლობა გადაუხადო, ეს აემოციები მე მთელი ცხოვრება გამყვება, მადლობა თქვენ.
ვიღაცა მომპარა ვარსკვლავიტო. ვიღაცა მომპარა, აი ხედავ ნაბარიო ხარ შეჩემ პირველ რიგში რომ მაგას ფიქრობ. იმას კი აიტყვი გადამივარ და ვარ. შენი ძმა. მეგონი ისედაც არ ლიდერობდა ეს ნაძვის. და კიდე უფრო ნამდვილად არ მოუხდა ეს კომენტარი ამ ნაძვის ხეს. მაგდა ღობე არ მომეცი, ხო, კაროჩი. მეგობრებო, რა პრინციპით შევაფასოთ ნაძვის ხეები? მე ვფიქრობ, რამდენად სწორია. იცით რა არის ნაძვის ხეებს მე შევაფასებ, იმიტომ რომ ნაძვის ხე ჩემი არის. თქვენ ვიზუალურად შეგიძლია შეაფასოთ მონაწილეები. ამის ფრად გამიკეთე რა გთხოვ. აი, წინა იყო. კიდე ერთი დახმარება მიიღო რაბანამ. ერთი საინტერესო ფაქტი შევამჩნიე აი პირველ ნაძვის ხეზე, ვიღაცის ფიგურა არის ჩამოკიდებული და ვინ არის ეს სხვა ქვეყნის თოვლის ბაბუა. ძედმაროს გავს პირდაპირ ვიტყვი, რაც არ მომწონს. აი ესეთი ეგზემპლარია. არა, მომეც ერთი წუთი. ბატონ სანტა, მივცეთ თქვენ არა, მივეცით, კი ბატონო. ბატონ სანტას ვინ ეკითხება? მე რაც იდო ის ავიღე, არ დამიწყია. არა, შეგიძლიათ რომ გავლოკოთ. კი, როგორ არა? კი ბატონო, მიდით. რომელი მხარე უნდა გავლოკო? მარცხენა. ეს. ხო. საკმარისია? არა, შეიძლება კი ბატონო. კარგი, თუ მზად ხართ, შეგვიძლია? არა. ხო გვაქვს დრო ჯერ. 3 წუთი. რაბანა რამდენი ხნის წინ მორჩა? ძალიან თავდაჯერებულია, რომ всё მორჩა და მეც აღარც აპირებს არაფრის. შაქარი შემადგენელი ნაწილი. ნორმაზეა შაქარი. ყველაფერი ზედმეტი, რაც არ იგულისხმება თქვენს ნაძვის ხეს, უნდა მოაშოროთ აუცილებლად შორს დადოთ. მაგალითად, რაღაც ასაფეთქო. ჩაითვლება ისიც, როგორც ნაძვის ხის აქსესუარი. არ ვიცი. და იცით რა საკეთებს, ეგ ანუ არ გაჩნდება ხანძარი? ხო, მე გავუშვებ და თუ გაჩნდება, მე შესაბამისად ვიმოქმედ. ბატონო მირიან, ძალიან გთხოვთ, ისე ნუ მოიქცევით, რომ წაგებასთან ერთად ციხეშიც ამოყოთ თავი. მეგობრებო, მინდა რომ ყველას მოგცეთ სიმბოლურად თითო წუთი, ცოტა პლუს მინუს 10-20 წამი, რომ პრეზენტაცია გააკეთოთ თქვენი ნაძვის ხის. კაი, დავიწყებ. რაბან? კი ბატონო. გისმენთ. პირველ რიგში მივესალმები ჟიურის წევრებს, მადლობა რომ ამ არაჩვეულებრივ პროექტში მომეცით საშუალება რომ ჩართულიყავი. ისედაც გაჭირებული ოჯახიდან მოვდივარ და პირველ რიგში ჟიურის წევრებზე ვიფიქრე რომ საჩუქრები და ამერიგებინა და მიმეცა რადგან თქვენზე არავინ არ ფიქრობს, ყოველთვის თქვენ ფიქრობთ სხვებზე და ეს ჩემთვის мотиваცია გახდა რომ თქვენი საჩუქარი მომეცა. შემდგომ რაც შეეხება ჩემს გაფორმებას, ლაპარაკი არ ჭირდება. გადავწყვიტე რომ ღია ფერები და ზოგადად ყველაფერი გამომეყენებინა რაც მქონდა. ახალი წელია მაინც სიხარულია, ბედნიერება და ამ ყველაფერთან ყველაფერი გვახსენდება. ყველა სახის ფერი გვახსენდება. ძალიან გთხოვ დამასრულებინეთ რა, აი ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფაზაში ჩავდივარ. შემდგომ რა თქმა უნდა ამ არხის მოღვაწეობა, რომ ამდენი ხნის მერე განახდა და თქვენ რო აქ შედგართ, ეს არის ამ ყველაფრის დამსახურება და მე ვერ აუარე ამას გვერდი და მიუდგი ამ ნაძვის ხეს, ასე ვთქვათ, არ გაჩერდეს ლოგო. ასევე დავტოვე შაქარი, რადგან შესაძლებელია ჭირდებოდეს სანტა-კლაუსი. ასევე სათამაშოებზე თუ თავად დაჭირდებოდა, რომ ვინმეს თუ დააკლებოდა სათამაშო, რომელიმე ჩემზე უფრო მეტად გაჭირებულ ოჯახს, მას გადასცემდა ამ სათამაშოებს და ბოლოს ჩემი წერილი სანტა-კლაუს პერსონალური, რომელიც თელი გულით და სულით ამოვიღე, რომელსაც თქვენ თვითონ ხედავდით, რომ Deep State-ი ძალიან ღრმად მებრძოდა, რომ ეს აქამდე არ მოსულიყო, მაგრამ მე ყველაფერი დავამარცხე. კარგი, დაუკრეფავში გადავედით. უკაცრავად, საკმარისია. ერთი შეკითხვა მაქვს მე. ეს შაქარი რატო დაადეთ აქ? იმიტომ რომ იცით რომ მე შაქარი მაწუხებს და რაღაცა ესე მეღადავები. ეს იმიტომ დავდე, რომ თქვენ ჩემი განწყობა თავიდანვე გეღჟოთ, რომ მე ტკბილად დაგხვდით. მოგეხსენება ჩოკოლადებში და მსგავს რაღაცეებში შაქარი ძალიან დიდი დოზითა და მე გადავწყვეტე პირდაპირ შაქარი დამედო. სანტას აქვს დიაბეტი, დაავადებულია. ნუ აიღებს სანტა იმას დამიტოვოს მე, იმიტომ რომ ოჯახში გვიჭირს. ჩვენ აქ არ ვაფასებთ, ან როგორ შეგვაფასებინა პირფერობა და ჩვენ დამიმოტანილი საჩუქრები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავიდოდა რაბანა მისი წერილით და ასე შემდეგ, მაგრამ აქცენტი აქ არის მხოლოდ ნაძვის ხეზე. ნაძვის ხე არაფერი დიდი. სახლში რომ ჩემთან მდგარიყო, აუცილებლად ნაგავში გადავაგდებდი, მაგრამ ნუ ეს არ გაჩერდე, რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ და ეს ყველაფერი რაც რაბანამ შემოგთავაზა, იმსახურებს აპლოდისმენტებს. კარგი, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ პრეზენტაციაზე. გვანცასთან. არ მინდოდა რომ გამოსულიყო აჯაბსანდარი ნაძვის ხე, ამიტომ ვიფიქრე რომ მხოლოდ იქნებოდა ლურჯი, წამყვანი ფერი და ვერცხლის ფერი, რაც თოვლთან ასოცირდება და დგას ნაძვის ხე. იმას ჯობს ნამდვილად. სამწუხაროდ არ მქონდა დამატებით ვარსკვლავი, ამიტომ ბავშვის ფაჩუჩები ჩამოვკიდე, რომელიც თეთრია და რამე მინიშნება ხო არ არის ბავშვის ფაჩუჩები? ბავშვის ფაჩუჩები არის ის, რომ ორსულად ვარ. ორსულად ხარ? ხო.
მე მგონი манипуლირებს. მე მგონია რომ ერთ ფერშია და ლამაზი არა. დიახ, მაგას ჩვენ გადავწყვეტთ, რამდენად ლამაზია და რამდენად ერთფერშია. რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს აი ეს სოკო, რომელიც დავლა არის, რა როლს თამაშობს თქვენს ეს არის სანტას დამხმარე. არანაირად არა. სანტას ფეხის სოკო არის მე მგონი. სახელი და არ ქვით თქვენ ნაზვის ხეს. ერთ მარცვლიანი. ჩემს ნაზვის ხეს ქვია. გასაგები, მე შეკითხვები აღარ მაქვს. შევაფასოთ ეს ნაზვის ხე მართლა არის ყველაზე ლამაზი ამ ნაზვის ხეებს შორის, მაგრამ არის გადახრილი მარჯვნივ, რაც არ მომწონს. ფერები ჩვენი კონკურენტი ორგანიზაციის არის და რაც არ მომწონს, ჯობდა რომ უფრო სტაბილურ ფერში წაგიყვანათ. ეს არის ჩემი ნაძვის ხე, დღევანდელი ჩემი ნაძვის ხე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ზოგადად ჩემი ნაძვის ხე და ნაძვის ხე და ზოგადად ახალი წელი ვის გაუგია საჩუქრების გარეშე. უბრალოდ მოვკარი რომ თქვენ თევზაობა გიყვართ და ესეთ გაზის ბალონებს გჩუქნით, ბიჭებო. მზად ხარ ჩაუსთვის? ცოტა უკან რო გაციოთ რა. ეს სუმინდოდა რომ ექნა. ვახ. ესე დაიწყო შოუ, ახლა გავაგრძელოთ. ამის ძალიან მეშინია და საერთოდ არ არის საერთოდ. ხო არაფერი ხდება. ხო რაღაც იქით არა იმით. ზია, ხო არაფერი ხდება. ვახ. ხო ცეცხლი არ გაჩნდეს რა. აი ეს სხვადასხვა დროს რო გაანათა, ჩემი აზრით ეს მინუსში უნდა ჩავუწეროთ. გონი არა უნდა აფეთქრე. დენის კაბელი. შაო. კაი შო. მგონი უბრალოდ ყვამლი დააყენა. კარგი, მე მორჩა. უნდა გეცეკვა მაგ დროს და მუსიკაც უნდა პრეზენტაცია მორჩა. მე უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი. კარგით, ეხლა მოგვიყევით რა გინდოდათ რომ ამითი გეთქვათ. ამითი მინდოდა ის მეთქვა, რომ არ არის აუცილებელი. აუ რა უქენი. იქით გააღეთ რა. ჩემი ნაძვის ხე გამოიყურება ესე ბიჭებო, მოყვება პატარა მინი ნაძვის ხე. აქვე ყავს შეყვარებული წყვილი პინგვინი და დათვი. ხედავთ თუ როგორ უკიდია მას ტრაკზე ხელი დათვის. რა თქმა უნდა ყავს თოვლის ბაბუა, ოღონდ ქართველი და არა ნამდვილი სანტა კლაუსი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს თქვენ ხართ და თქვენ ვერავინ ჩაგანაცვლებთ. ჯობდა რომ მე ჩამოგეკიდეთ, მან ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. თქვენ სხვა რამეს გიმზადებთ ბატონო სანტა, სხვაგან ჩამოკიდებთ. ეს ნაძვის ხე არაფერი არ არის სხვა თუ არა, უბრალოდ აჯაფსანდალი, რაღაცა ვითომ შოუ მოგვიწყეთ და რაღაცა ყვამლი დააყენე, ჯერ ცეცხლი დაანთე, რაც არ ვიცი, ნაძვის ხეს დარაშუაშია, მე ფეირვერკები გაუშვი, არ ვიცი. ეს ინსტალაცია, რომელიც წინ გაქვთ წარმოდგენილი ნაძვის ხესთან ალბათ არაფერ შუაში არ არის. კი ბატონო. ნაძვის ხის პირველი ნაწილი ქვემოდან მორთული არ არის საერთოდ. გარეთ პოლიცია გელოდება უკვე. ნაძვის ხე არის არაფერზე უფრო დაბლა. გული მერე ვარ ხედავ. ანუ შიქხო არ გაქვთ მართლა მაინტერესებს, ვინც ანუ თხოვთ უბრალოდ არასდროს არ მithხოვია ეს მithumetes ამ არხზე, უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ, ვინც ფიქრობთ, რომ რომელიმე ნაძვის ხე ჩემსაც ჯობდა, ვაღიარებ, პერფორმანსის ნაწილში ჩავიჯვი, იმიტომ რომ კვამლი დავაყენე სტუდიაში, მაგრამ ეგეც მომეწონა რაღაც მომენტში, ანუ ოკეი, სულ რომ ეგ არ ყოფილიყო და მაგაში ჩამეჯვა, ჩავიჯვი, კაი, ბაზარი არა, მაგრამ როგორც ნაძვის ხე, даже ჩემი პატარა ნაძვის ხეც ჯობდა, სამივე ნაძვის ხეს, მეორეზე იყო ჩემი დიდი ნაძვის ხე, მართლა ანუ მე მწამს მაგის, რომ ჩემი ნაძვის ხე ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე იყო ამ სამში, იმიტომ რომ არ იყო ზედმეტად გადატვირთული და აი რენდომზე მიყრილი რაღაცები არ იყო, ნაფიქრი იყო ცოტა. და რაც მქონდა, იმით ეს შეუძლელი. მეც არ მომწონდა ზოგადად, როგორც ცალკე აღებული ნაძვის ხე, მაგრამ ამათ აუცილებლად ჯობდა და თუ ცდები და თქვენ ფიქრობთ რომ ცდები, უბრალოდ მითხარით რომ მერიან დაიჯვი. არა, მე ძალიან ლამაზია ჩემი ნაძვის ხე. მაგიჟებენ დედასვისა ვარ. მართლა ლამაზი იყო. ხო, შეჩემა წვიმები, ნახე, ეს თუ ჩემი წვიმები არის და ყლეზე დავიკიდე, იმიტომ რომ მახინჯი არის, რა ვიცი და მეუბნებიან, ნოლზე დაბლა არისო შენი ნაძვის ხე და არაფერზე უარესი არის, ანუ ხალხო. არ ვიცი, მე მგონი ჯობია რომ უკვე გამარჯვებული გამოვავლინო. ხო, რა თქმა უნდა, ვიწვიროთ ჯობია. მე თავიდანვე ნათელი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა. უდავოდ. რაბანას მინდა იშრომა დაუფასო, რომელიც არ გაჩერდეს. მარცხენა მომწონს თავის პერფორმანსი. მე რო გავიგუდე, ეგ ძალიან არვესია. ხო, მაგის გამო მინდა გავყვანოთ მესამეზე რა მე და შუა პირველზე შეგვიძლია გადავიდეთ ვერდიქტის გამოცხადებაზე. კი, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ სამივე მონაწილეს.
რომ ჩადეთ თქვენი შრომა და ღვაწლი და ეცადეთ ყოველ შემთხვევაში რომ შეგექმნათ თქვენ ნაძვის ხეს ეფარებით მეგობარო. ანუ იქით კამერას ვეფარები, აქეთ გავსაცავიდეს. გასაგებია, უბრალოდ მიჭირს ნაძვის ხეს. იქანა მიმიღონ. მოკლედ ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე თუ ვინ უნდა გასულიყო პირველ ადგილზე, მაგრამ ძალიან ცოტა ვიმსჯელეთ იმაზე ვინ უნდა გასულიყო მესამე ადგილზე. და ეს იყო ბატონი მირიანი, იმიტომ რომ კვამში დაგვახრჩო და საშინელი ნაძვისხე მოგვიტანა. ბატონო მირიან, წელს ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებთ. კი მიიღებთ, მაგრამ მაგას არ ვიტყვი ახლა აქ, რასაც. რაც შეეხება პირველ ადგილოსანს, ამაზე უკვე ძალიან ბევრი ვიკამათეთ და გამოავლინეს ჩემმა კოლეგებმა გამარჯვებული, თუმცა მე ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია და მე თვითონ გამოვავლენ ახლა გამარჯვებულს. და გამარჯვებული გახდა რა თქმა უნდა რაბანა. მომწონდა ვიცოდით რომ მაგდა შეიწყება მაგრამ პირველში ჰეითერებმა გამოიღონ აქვე მინდა რომ აღვნიშნო დარწმუნებული ვიყავი იმიტომ რომ როგორც კი ვიგზენი რომ საჩქრები ცოტა მქონდა მე დავიწყე იმაზე ფიქრი რომ უნდა შემეკრა ისტორია ის ემოციებით გამეჯერებინა და ეს ყველაფერი მე აუცილებლად გამარჯვებას მომიტანდა რა თქმა უნდა დამკოლებები ამ გზაზე იყო მაგრამ მე არ გავჩერდი ყველა დიდი გამარჯვების უკან კიცე გადაწყვეტილება დგას. რაბანას ისტორიაც ზუსტად ის, როგორც ლეგენდარული ჯორჯ კოკის გზა, შეუპოვრობასა და ნულიდან შენებაზე გადის. მას არაზროს უძებნია იონი გზები, რადგან იცოდა, რომ ნამდვილი ძალა სირთულეების დაძლევაშია. ყოველი დაბრკოლება მისთვის არა ხელის შემშლელი, არამედ ახალი მოტივაცია იყო. მან შეძლო და დაამტკიცა, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვრო და წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც ერთია. მაშინ, როცა სხვები ნებდებოდნენ, რაბანა არ გაჩერდა. პერფორმანსი. მოდი. მუხლებში ჩაისვი. ვაჰ. იქნება, ყველაფერი იქნება. ერთ მომენტში ოთახში რომ შევდიოდი, იქ შოუზი გადაქორო დავინახე რაღაც მამათ მაულურს აქციელებს ჩადიოდნენ და მეთქი ღმერთ არაფერი არ დამინახოს, გამოვედი. ამან საბოლოოდ იქონია გავლენა ამ ყველაფერზე სხვათა შორის. რაბანამ ნაძვისხით არ მოიგო, რაბანამ მოიგო საერთოდ ისტორიით და ეს უსამართლობაა. რას ურჩევდი ხალხს, როგორ აწყო ნაძვისხე და ზოგადად როგორ მიულოცავდი ახალ წელს შენს თანამემამულეებს. პირველ რიგში ჩემს მარცხნივის მარცხნივმა რო გამოიღოს ეს შედეგი, ანუ ერთი ტიპით. მართლა ძალიან ლამაზი ნაძვისხე გაქვს თვალს უწყობთ. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ვაკანსია ლაპლანდიაში ნაძვისხეების ამწყობის პოზიციაზე და თუ დაინტერესდებით, შეგვიძლია სიამოვნებით ვიმონავებდი თქვენთან ბატონო სანტა. მე მთელი გულით ვალეშიკოვდი ჩემ გვერდით მყოფ კონკურსანტებს და ღმერთმა მე დამაჯილდოვა და სანტა. მადლობა. არა, იმის გამო რომ ღმერთი ჩარიეთ ამ ყველაფერში უკვე შეიძლება აზრი შევიცვალო, ამიტომ ღმერთთან რამე პრობლემა გაქვთ ბატონო სანტა? არა, მე უბრალოდ მე გადავშვით. და მივულოცოთ პირველი ადგილი დაიკავა მაგდამ. ის ყველაფერი მოიჭრა და ეგრევე გილოცავს სნობი მგოდა მეგობრო. და ისევ გამარჯვებულია რაბანა. შეგიძლია რომ მიულოცო ხალხს დამატების დღე ცოტა უცლად რა, მაგრამ იქნებ მეც მოვიგო შეჭი. ის თოვლის ბაბუა კი მივიდა. ვინ მოიგო? მე მინდა თითოეულ თქვენგანს მიულოცო დამდეგი ახალი წელი. ეს წელი მართლა ყოფილიყოს თქვენთვის განსაკუთრებულად კარგი. მიგიღოთ ის ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში იმსახურებთ, რასაც არ იმსახურებთ, ის არ მიგიღოთ. ამ ჭიქით კიდევ, რაც მე ვერ გადღეგრძელოთ, მაღალმა, უფალმა დაგლოცოთ ზემოდან და გაგაძლიეროთ. კარგად იყავით. გამოიწერეთ. თითოეულ ჩვენგანის არხი გამოიწერეთ. ამაკის არხი რო კონტენტი არ შემოგაკლდეთ. დიდი არაფერი დაგაკლებათ ამით, მაგრამ მაინც აბა თქვენ იცით.